კიდევ ერთხელ მინდა აგიხსნათ, მატრიცაში რა განსხვავებაა რეალურ პერსონაჟსა და NPC-ს შორის, ანუ რეალურ მოთამაშესა და NPC პერსონაჟს, ანუ bot პროგრამას შორის რა. ეხლა აი ამ ჩანახატს დავაკვირდეთ და ასევე დავაკვირდეთ ძველ ანიმაციას, სადაც გვაჩვენეს რეალური მოთამაშე როგორ მართავს თავის ავატარებს და პერსონაჟებს მატრიცაში. აი შეხედეთ რა განსხვავებაა ტექნიკურად. აქ ეხლა საუბარი იმაზე არ არის, რომ თავის ქალაში რაღაც ეს ეკრანები აყენია და არა, ეს ტექნიკური, ესე ვთქვათ, პარალელებია გავლებული, რომელიც წესიდარიგით სხვა განზომილებაში უნდა იმყოფებოდეს. ზოგადად თავის ქალაში შიგნით საერთოდ არაფერი არ არის. ჩვენი სხეული არის თლიანად აბალოჩკა რა, ესე ვთქვათ. ფორმა უბრალოდ და მორჩა შიგნით საერთოდ არანაირი პროცესები არ მიდის. იმიტომ რომ ეს სიმულაციაში ვცხოვრობთ და ტექნიკურად ნახეთ როგორ არის, რა განსხვავება არის. აი ეს ქვედა ფოტო, ეს არის აი ქვედა არის NPC, ზედა არის რეალური პერსონაჟი. ანუ ქვედა NPC რაც არის, აი პროექტორი მინათებულია შიდა, აი ამას უძახიან შიდა ჰოლოგრამა, რომელიც აისახება ადამიანის ცნობიერებაში, არის დამოუკიდებელი პროგრამა, ანუ უბრალოდ ესე ვთქვათ, ჩაწერილი პროგრამა, ანუ ესენი აგენტის სმიტების ჩაწერილი პროგრამაა, რომელიც გაშვებულია და მას არავინ არ აკონტროლებს, ქვედა ფოტოზე ხედავთ. ანუ ის მთლიანად აგენტს მათ ფილმ მატრიცაში რო არის აგენტის სმიტები, მთლიანად აი აგენტ სმიტს ესე ვთქვათ, ექვემდებარება და ემსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში სტანდარტული ცხოვრებით ცხოვრობს და როდესაც მატრიცას დაჭირდება, ის მოთამაშეების წინააღმდეგ აღდგება და იმპულსურად ცხოვრობს რა. აი მაგალითად ვიღაცა აგიშარდა რესტორანში, საერთოდ არაფერ შუაში არ იყავი შენთვის წყლა და აგიშარდა, გამოიწვია ჩხუბი და ან შენ დაგჭირ, ან შენ დაჭერი და რაღაცა შარში გაეხვიე. ანუ მაგენტის სმიტი შევიდა ამ პერსონაჟში, რომ შენთვის თამაშის სიუჟეტი გაერთულებინა და ენერგია გამოეწოვა. აი ზედა ფოტოზე ჩვენსაც ხედავთ, აქ უკვე კონკრეტულად აკონტროლებს, ესე ვთქვათ, ჯოისტიკით აკონტროლებს თავის ცხოვრებას რეალური მოთამაშე. აი ეს ნახეთ, სად გვაჩვენეს ახლა ეს თვითონ რომელ მულტფილმში. ეს ყოველივე გვაჩვენეს ჩვენ 90-იან წლებში გამოსულ ანიმაციაში, იაპონურ ანიმაციაში გრენდაიზერი. სადაც ერთ-ერთი უცხოპლანეტელი ანტაგონისტის თავი იხსნება, როდესაც ამ გრენდაიზერთან უშვებს ხოლმე ჯიუკ ფლინტ, ანუ დედამიწაზე, ესე ვთქვათ, ჯიუკ ფლინტთან დედამიწაზე უშვებს უცხოპლანეტელების რაღაც შემოტევებისთვის ფრინავ თეფშებს, იხსნება თავის ქალა და შიგნით ზის ოპერატორი. ეს ვითომ ჯადოქ არის, მაგრამ შიგნით ოპერატორი აი ეს ოპერატორი ზის, რომელიც აკონტროლებს რეალურად პერსონაჟს. ჩვენს თავში ესე პირდაპირ არაფერი არ ზის, მაგრამ ჩვენი ოპერატორები, ვინც ვართ მოთამაშეები, სადღაც ზიან თუ წვანან სადღაც განზომილებაში. შესაძლებელია დედამიწის გარეთ. ანუ ჩვენი დედამიწის ბრტყელი დედამიწის ანტარქტიდის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან და აქ სიმულაციაში ჩვენი ოპერატორები ჩვენი ავატარების დახმარებით თამაშობენ. და თვითონ ჯიუკ ფლინტიც ანალოგიურად ჯიუკ ფლინტ, ესე ვთქვათ, ჯდება აი ამ გრენდაიზერის ამ ესეც რობოტია, იქ უბრალოდ სხეულია და აქ უბრალოდ რობოტია. აქაც გრენდაიზერში ჯდება, გამოდის მე ეს ამ ფრინავითებშიდან გახსოვთ და ანუ ჯიუკ ფლინტი მართავს თვითონ გრენდაიზერსაც რა. გრენდაიზერის შემთხვევაშიც და ანტაგონისტის შემთხვევაშიც ორივე რეალური მოთამაშეები არიან და ოპერატორი როგორ აკონტროლებს აი ამ თავის სიუჟეტს, ეს გვაჩვენეს ჩვენ ამ ანიმაციაში. და ხალხს გონია რომ ეხა ეს ანიმაციაა და ნახატი. არა, ეს რაღაცებს ტყუილად არ ხატავენ. ადამიანს თავში აზრადაც არ მოუარო, რომ პერსონაჟს ასე სახეს შუაზე გაიხსნას და შიგნით იჯდეს ადამიანი. რადგან ესეთი რამე არსებობს, ესე იგი ესეთი რამე რეალურად არსებობს და ხდება რაღაცა განზომილებრივ დონეზე. იმიტომ რომ ასეთი რამის მოფიქრება ადამიანს თავისით არ შეუძლია. როგორც მაგალითად ძველ ქართულ ანიმაციაში თერძი ბესო რო არის. აი თერძი ბესო, რომელიც რაღაცა კიბეს მიადგავს ცას და ავა და გადახსნილ ცას სინამდვილეში ამით გვაჩვენებს რომ გუმბათი გაიხსნა, თერძი ბესო გაკერავს გუმბათს. ანუ ასეთი რამის მოფიქრება ადამიანს თვითონ არ შეუძლია. ანუ აქ არის ჩადებული შეფარული სიმართლეები. ამიტომაც პერსონაჟების კონტროლი ესე ხდება რა და მატრიცაზე ძალიან ბევრი არის კიდე სასაუბრო რა. დასვით შეკითხვები და ნელ-ნელა გავცეთ პასუხები. აი ამით განსხვავდება რეალური პერსონაჟი bot პროგრამისგან რა. bot პროგრამას ცნობიერი თითქმის არ გააჩნია. ეს არის ჩაწერილი მიმდინარე, აი კასეტას რო ჩართავს და მიდის მუსიკა. აი ეგ არის bot პროგრამა, მეტი არაფერი.